ჩემოკარგებო, ეხლა უყურებდი ეგრეთ წოდებული ყანდურების გამოსვლები, რომ არა, ბევრი რამე შეიძლება იყოს ისეთი, რამაც კაცი გაგაოცოს, მაგრამ короче, ამათი ფანატიზმი უკვე ძალიან სერიოზულ ფაზაშია ასული და არ ვიცი, ის მიშას მამაოს რო უძახიან, ხა სახელებს რო ირქმევენ ანტონი და იქეთ იაკობი და იქეთ მამა დავითი და ამათ ახლა ხალხს აი ესეთი ფსევდონიმები რა განა ეს სასულიერო სახელებია რომლის ფასეულობებსაც და მოწამოებრივი ცხოვრების არსსაც და სარწმუნოებრივ ღირებულებასაც იზიარებს რომელი რა ვიცი ამ ტომარაში გადაცმული ნაბიჯვრები რა და ну, უბრუნდები სიუჟეტს რა, რას ამბობს იცით? ეხლაო, მალეო, უნდა დავაყენოთო საკითხიო, რომ ცხონებული გარდაცვლილი პატრიარქი ილია მეორეო, კანონიკურად წმინდანათო უნდა შევრაცხოთ. მიწაში არ გაციებულა ჯერ, დასაფლავებული არ არის, ასაგებია, ჯერ სამწუხაროა ყველა ადამიანის გარდაცვალება და მით უმეტეს ასეთი იერარქის და მით უმეტეს განცდები არის საზოგადოებაში, რომ რომხელა რაღაცეების და მაგრამ ის როგორც სარწმუნოებას, ეხა ასეთ დონეზე შეეხო რა. სარწმუნოებას ვლაპარაკობ, იმიტომ წმინდანობა ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. წმინდანობა ის კი არ არის რა თარხანა მოურავმა და ირმა ინაშვილმა რო თავები მიიხატეს ხატზე და იქეთ ვასაძემ თეთრი რაინდის ფორმაში კომბალი რო დაიჭირა ხელზე და სამებაში რო შეიტანეს. წმინდანობა ცოტა სხვა რაღაცა არის მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით. წმინდანად ქართველ ერს ერისთვის თავგანწირული, რომელმაც უახლოეს ისტორიაში დაუბრუნა სახელმწიფოებრიობა ქართულ საზოგადოებას არც მერაბ კოსტავა და არც ლაპარაკი ყოფილა მაგაზე, რომ წმინდანად შერაცხულიყო. მართლა ნაწამები მოწამეობრივად აღსრულებული ჩვენი ქვეყნისთვის გმირები. არც ზვიად გამსახურდია. და გასაგებია შეიძლება კაცი იყოს ერის კაცი, მაგრამ იმას კონდეს ისეთი ცოდვების მატარებელი იყოს, რომ წმინდანად ის შენ ფსიქიკასთან ვერ იგივდეს და არ მთელი კრიტერიუმებია იქ რა. და ილია მეორე, ცხონებული ილია მეორე აცხონოს უფალ არა არის კაცი რომელმაც ცოდეს და არა ცხონდეს ნათქვამია, მაგრამ მთელი თავისი არსით ებრძოდა ამ მოწამეობრივად აღსრულებულ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. ეს ხო არ არის ჩემი გამოგონილი, რომ გამოდიხარ. და ამას ლაპარაკობ ყველანაირი ავტორიზაციის და ფაქტის გარეშე. მე არ ვიცი, ეგ არის ფანატიზმი რა. ეგ რა არის, იცი? როგორც ნათქვამი არის რა, ათმცნებაში არ აქვენ თავი შენისა კერპი და არცა ყოვლადვე მსგავსი. ჩვეულებრივ ეხლა რო უყურებ, მნიშვნელობა არ აქვს ესენი ვის ავტორიტეტს და ვის სახელს ეფარებიან. ქართველი ერს აქვს იმის უფლება იყოს გლოვაში და გამოაცხადოს გლოვმა ისტორიული მეხსიერების წაშლის უფლება ჩვენ არავინ არ მოგვცა. არავინ არ მოგვცა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, როგორც ერს. და კიტოვანზე ხელის გადამხვევი ტიპი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა, შევარდნაძის გულში ჩამხუტებელი ტიპი. ხო? და პუტჩისტების გვერდში მდგომი ტიპი ყველაზე მცირე წინდანი ვერ იქნება. თორემ მასე საქართველოს პატრიარქები ყავდა უახლოეს ისტორიაში, ზოგი მისაღები და ზოგი მიუღებელი. მაგრამ იმისი ესეთი განსჯა არ ყოფილა და არ მომხდარა. და ეს ტელევიზორის წინ რო დადგებით და მიკროფონს რო დაგიდებენ წინ ფალოსივით, ხო? იმის უფლება კი არა გაქვთ ყველაფერი წამოროშოთ და ამოასხათ პირიდან. შეინარჩუნეთ მინიმუმ თუ გიყვარდათ თქვენი სულიერი მამა, სულიერი მამა, შეინარჩუნეთ ეს მომხდარი ტრაგიზმი თუნდაც თქვენთვის, ხო? გარკვეულ ასკეტიზმში და იყავით ჩუმად. და თუ გლოვიარები ხართ, საერთოდ ნუ ლაპარაკობთ, ვიჯო. იმიტომ რომ მაგნაირი ყბედობით და ღვთის გმობით და ღვთის გმობითი საქციელით
პირველ რიგში ილია მეორის სულს აყენებს შეურაცხყოფას. არ არის ჯერ ის ღმერთთან შესვენებული და როცა უძახით აქედან ფაქტია რომ თქვენი მისდამი დამოკიდებულება ესა კერპიზმის მიმართ დამოკიდებულება. არა ქრისტიანული სიყვარული. არა თქვენ ხართ კერპები და საერთოდ საკითხავია რა ბევრი რამე გასარკვევია იმ საპატრიარქოში სადაც გარდაიცვალა ილია მეორე რა სიუჟეტში გარდაიცვალა. იმიტომ თქვენ ამბობთ რომ ჯერ ხო სადაც ციანიდი ჩაიდება სადაც ადამიანების ესეთი დამოკიდებულება გაწირვა გაუბედურება ციხეში ჩასმა სადაც იგეგმებოდა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ ახლა ორმაგი თემით დაიგეგმება. გარდაიცვალა ილია მეორე ძალიან ბუნდოვან სიტუაციაში. და ახლა ამბობს ვიღაცა რომ საჭმელი გადაცდა გაეჭხირა კისერში გამოიწვია რაღაცა მე არა ვარ ახლა მედიკოსი არც ექსპერტო დასკვნები არ ყოფილა მაგისი და არც ვარ მაგისი მომხრე ექსჰუმაციები დაიწყო პატრიარქის მაგრამ თქვენი ქმედებიდან სიტყვიდან გამომდინარე თქვენ საშიშო ადამიანებო თქვენ არა მარტო სულიერად არამედ ხორციელად უფრო მეტი საშიშები ხართ და არა მარტო მიცვალებულისთვის არამედ ცოცხლებისთვის ვინც ამ ქვეყანაშია დარჩენილი არ შეიძლება სახარების, არ შეიძლება სარწმუნოების და არ შეიძლება სულის ასეთი წახდენა. რასაც თქვენ ჩადიხართ და თქვენ აკეთებთ. გასაგებია, რომ ნახევარზე მეტი ხართ მხედრიონელები, ქართველი ერის მძარცველები 90-იანებში და თქვენთვის კარგადაა ეს ხელობა. მკვლელები, ჯაღმაიძეები და ასე შემდეგ, მიმტაცებლები ქართული მიწის, დამხურდავებლები, ათასნაირ მახინაციებში კორპორაციად აქციეთ საპატრიარქო, მაგრამ მაინც გმართებთ. გარკვეული მდგომარეობის დაცვა თუნდაც. ძალიან უხეშები ხართ. აი როგორი ავაზაკები ხართ, იცი? რო ასეთი ისტორიას არ ახსოვს. აი იმადზე მეტი საზიზღრები ხართ და იმადზე მეტი მიუღებელი ქრისტემ რომ მათრახით გამოაძევა სინაგოგიდან. ყანდურები ხართ. ამის თქვა მინდოდა მე